ქვაღორღიან გზაზე მოგრიხინე ჩარდახიანი ორთვალას ზემოთ, დიდი, სქელი ღრუბლები საღამოს ბინდბუნდში აღმოსავლეთისკენ მიიზლალდებოდნენ. 3 დღით ადრე ატლანტიკის ოკეანის ოხშივარით გაბერილნი დასავლეთის ქარს დაელოდნენ, ზანტად შეირხნენ, ფოსფორისებრ მოელვარე შემოდგომის წყლებს გადაუარეს, პირდაპირ კონტინენტისკენ მაროკოს მთების წვეტი ამ მწვერვალებს წამოეგენ, დანაწევრდნენ, მერე კი ალჟირის მაღალ ზეგანზე ისევ შეგუჩდნენ, ტუნისის საზღვრებს გადაუარეს და ახლა ცდილობდნენ ტირენის ზღვამდე მიეღწიათ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუჩინარებულნიყვნენ. ამ უზარმაზარი კუნძულის ზემოთ, რომელსაც ჩრდილოეთით მღელვარე ზღვა, სამხრეთით კი უდაბნოს გაქვავებული ტალღები შემოჯაროდა, 10 კილომეტრი გადალახეს. მას შემდეგ, რაც ამ უსახელო მხარეს იმავე სისწრაფით გადაუარეს როგორც საუკუნის მანძილზე იმპერიებმა და ხალხებმა, ძალაგაცლილმა ღრუბლებმა სვლა შეანელეს, ზოგიერთი წვიმის იშვიათ მსხვილ წვეთებად იქცა. ახლა მგზავრების თავზემოთ ჩარდახს რა კარგით ეცემოდა. ორთვალა კარგად გაყვარულ, მაგრამ მოუგლელ, ოღროჩოღრო გზაზე მირიხინებდა. დროდადრო ნალებიდან გამოტყორსნილი ნაპერწკალი, ან გზიდან ავარდნილი ტალახის გუნდა ხის ბორბლებს გამეტებით ეხეთქებოდა. ორი ტანდაბალი ცხენი, შეწყობილი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. ავეჯით დატვირთული ორთვალას სიმძიმე ცხენებს წინ გაშვერილი მკერდის კუნთებს უბერავდა. ზოგჯერ რომელიმე ხმაური დაიფრუტუნებდა და წაიბორძიგებდა. კოფოზე მჯდარი არაბი ცხენს ბეჭებზე მათრახს გადაუჭრდა, დამოყოჩაღებული პირუტყვით ჩვეულ ნაბიჯს უბრუნდებოდა. მედროგეს გვერდის მჯდარი კაცი, 30 წლის ფრანგი, პირქუშად დასკეროდა ცხვირწინ მოქანავე ორ გავას. კაცი აღნაგი და ღონიერის ჩანდა. გრძელი სახე, ფართე, ოთხკუთხა შუბლი, გამოკვეთილი ყვრიმალები და ღიაფერის თვალები ჰქონდა. ცივი ამინდის მიუხედავად, ხამი ტილოს სამღილიანი, იმ დროის მოდის მიხედვით, საკელო შეკრული პიჯაკი ეცვა. მოკლედ შეჭრილ თმებზე კი თხელი ქსოვილის ქუდი ეხურა. წვიმამ რომ მოუხშირა, კაცი ორთვალას ზარისკენ მიბრუნდა. აბა როგორ ხარ? უკანა საჯდომზე, ძველი სკივრების გროვაში ჩაჭედილმა ქალმა, რომელსაც ღარიბულ ტანსაცმელზე სქელი, მატყლით ნაქსოვი მოსასხამი ეცვა, თითქოს რაღაცისთვის ბოდიშ სიხდისო, სუსტად გაიღიმა და გაეპასუხა. არა მიშავს. ქალს სათნო, სწორნაქვთებიანი სახე, ესპანელებისთვის დამახასიათებელი, ოდნავ ტალღოვანი შავი თმები, სწორი, ლამაზად ჩამოქნილი ცხვირი და სითბო ჩამდგარი, ელვარე თვალები ჰქონდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც პირველი ნახვისთანავე თვალში მოხვდებოდა. არა, იმ ნიღაბს სულ არ გავდა, რომელსაც დაღლილობა ან რაიმე ამის მსგავსი, დროებით სახეს ააფარებს. არა, გაუცხოებული, თითქოს ამ წუთს აქ მყოფი უბიწო ადამიანის გამომეტყველებას უფრო ჰგავდა, რომელიც ქალის ლამაზ ნაქვთებს მალულად შეჰპარვოდა. საოცრად კეთილ გამოხედვაში გაუცნობიერებელი შიში იფეთქებდა და წამსვე ქრებოდა. ქალმა შრომით დაღლილი, ოდნავ დაძარღული ხელი ქმარს ზურგზე მოუდათუნა. კარგად ვარ. მილი ჩამოიცილა და გზაზე აქა-იქ მოელვარე წვიმის გუბეებს დაცქეროდა. კაცი მშვიდად მჯდარ არაბს მიუბრუნდა. ბევრი დაგვრჩა, არაბმა თეთრ სქელ ულვაშებში ჩაიცინა. 8 კილომეტრის და ადგილზე ვიქნებით. სადავეები მომეცი, უთხრა კაცმა. ცხენების რამე გაგეგება? კითხა არაბმა. რა თქმა უნდა, გაიღიმა კაცმა. დღის სინათლე მიკლო და ერთბაშად სიბნელემ დაისადგურა. 1913 წლის შემოდგომის ღამე იდგა. ალჟირიდან ბონში ჩასული მგზავრები სადგურიდან 2 საათის წინ გამოვიდნენ. სადგურზე არაბის ორთვალა მოძებნეს, რომელსაც მგზავრები პატარა სოფლის ახლოს ფერმაში უნდა მიეყვანა, სადაც კაცს მოურავად უნდა დაეწყო მუშაობა. ჯერ იყო სკივრების და ფუთების დალაგებას ძლივს აუვიდნენ, მერე დანგრეულმა გზამას თავისი გაიტანა, მგზავრებს კარგა გვარიანად შეაგვიანდათ. არაბი თითქოს მგზავრის წუხილი იგზნო, კაცს მიუბრუნდა. ნუ გეშინია, ამ გზაზე ყაჩაღებს არაფერი ესაქმებათ. ყაჩაღებს რა დააკავებს? რამე იყოს, თავის დასვას შეუძლებ. კაცმა ვიწრო პიჯაკის შიბეზე დაირტყა ხელი. მართალი ხარ, თქვა არაბმა. ამ ქვეყნად გიჟებს რა გამოლებს? ძარიდან ქალის ხმა მოისმა. ლუსიენ, ამტკივდა. სადაცაა მივალ, ცოტაც მოითმინე. კაცმა ძარაში შეყო თავი. კიდევ ტკივა? ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. გარეგნულად ტკივილის არაფერი ემჩნეოდა. ჰო, ძალიან. 1 კილომეტრის და ორად მოკეცილ ქალს თავი მკლავებში ჰქონდა ჩარგული. კატრინ, უძრავად მყოფი ქალი უხმოდ ტიროდა.
კაცი ხელით შეეხო. რომ მივალ დაწექი, მე კი ექიმს მოვიყვან. შეუძახა ცოლს. სიტყვებს მარსვლავდა და თან ხელის მოძრაობას აყოლებდა. კარგს იზამ, გონი დამეწყო. არაბს გაუცებული მზერა ერთიდან მეორეზე გადაჰქონდა. ბავშვი უნდა ეყოლოს, სოფელში ექიმი ყავთ? ყავს, თუ გინდა მე მოვიყვან. არა, აჯობებს სახლში დარჩე, ყურადღებით იყავი, მე უფრო სწრაფად მორჩები. ექიმს ცხენები და ეტლი თუ ჰყავს? ეტლი ჰყავს. არაბი ქალს მიუბრუნდა. ბიჭი იქნება, ღმერთმა ლამაზი გაგიჩინოს. ქალმა გაუღიმა, თუმცა ვერაფერი გაიგონა. არ ესმის, უთხრა კაცმა. სახლში რომ იქნებით, იყვირა და სიტყვებს ხელებით წააშველე. ორთვალა აღარ რიხინებდა. თითქმის უხმაუროდ მიგორავდა. კაცი მიწაზე ჩახტა, ქალი ხმას არ იღებდა. კაცმა ხელში აიყვანა, წუთით მკერდზე მიეხუტა და თავი გადაუწია. სიარულს შეძლებ? შევძლებ. კაცი მკლავზე მიალერსა და სახლისკენ გაუწვა. არაბს ცეცხლის დანთება მოესწრო და ახლა გამოზომილი, ზუსტი მოძრაობებით კოცონს ვაზის ლერწებს უმატებდა. ქალი მაგიდასთან იდგა, ხელები მუცელზე ეწყო. ლამპის შუქით განათებულ ლამას სახეს დროდადრო ტკივილის ტალღა გადაურბენდა. ვერც სინესწეს გრძნობდა და ვერც დიდი ხნის წინ მიტოვებული ოთახის სიღატაკეს ამჩნევდა. კაცი ზედა სართულზე საქმიანობდა. არაბი მაღლა ავიდა. კაცებმა ლეიბი ჩამოიტანეს და ბუხრის წინ დაადგეს. დაწექი, თქვა კაცმა და ქალი ლეიბთან მიიყვანა. ლეიბს სველი ძუის სუნი ასდიოდა. ვერ გავიხდი, თქვა ქალმა და ირგვლივ გაკვირვებით მიმოიხედა. თითქოს ეს არის იაზრა, სად იყო. საცვალე მაინც გაიხადე. ქალმა ქმარს ზურგი შეაქცია და გახდა დაიწყო. კაციც მიტრიალდა. ქალი ლეიბზე წამოწვა, საბანი გადაიფარა და გაბმით წამოიყვირა. თითქოს ტკივილით გამოწვეული, აქამდე შეკავებული ყველა ყვირილისგან ერთბაშად დაიცალა. ქმარმა აცალა. მერე, როდესაც ქალი ჩაჩუმდა, ქუდი მოიხადა. დახუჭული თვალების ზემოთ შუბლზე აკოცა. ქუდი დაიხურა და წვიმაში გავიდა. ცხენს უნაგირს დავადგა, თქვა არაბმა. არა, ისედაც იოლად გავალ. შენ კი სკივრები სამზარეულოში შეიტანე. ცოლი ყავს? მომიკვდა, დაბერდა. ქალიშვილი? ღმერთის წყალობით არა, სამაგიეროდ რძალი მყავს. უთხარი ხელი შეგვაშველოს. ვეტყვი, აბა გზა მშვიდობისა. კაცმა არაბს შეხედა, რომელიც უძრავად იდგა წვიმის ქვეშ და სველი ულვაშების ქვემოდან უღიმოდა. კაცმა ხელი გაუწოდა. მოხუცი ხელს თითებით შეეხო. მერე თითებით უშებთან მიიტანა, კაცი შებრუნდა. ცხენთან მივიდა, შიშველ ზურგზე მოახტა და ჩორთით ადგილიდან დაძრა. რომელი ხარ? სემპოლის მამულის მოურავი გახლავართ, ჩემი ცოლისადაცაა იმშობიარებს. უნდა დამეხმაროთ, ლუსიენ კამიუ მქვია. კარებში კაცი გამოჩნდა, თოჯინასავით კიცინა, ახალგაზრდული სახე ჰქონდა, თუმცა თმები სულ გათეთრებოდა, მაღალი იყო და სანადირო ქურთუკიც ეცვა. აქ საიდან გაჩნდით, პირველად ხედავთ. სამშობიაროდ ამ გადაკარგულ დაბაში რამ ჩამოგიყვანათ. კაცმა აუხსნა, რომ შვილის დაბადებას მოგვიანებით ელოდებოდა და იქნება ახლა ცდებოდა კიდეც. ჩვეულებრივი ამბავია, აი ნახავთ, ამ მხარეს თავისი ხიბლი აქვს. კოღოებსა და შარაგზის ყაჩაღებს თუ არ ჩავთვლით. ერთსაც გეტყვით, კოღოებს ზაფხულზე უნდა უგთხილდეთ, აი ყაჩაღებს კი რა მოგახსენოთ. არ მეშინია, დავით არაბა შეჩვეული ვარ. პირმშოა? არა. 4 წლის ბიჭი ალჟირში სიდერთთან დავტოვე. ცხენების შეაჩერეს თუ არა სახლიდან ყვირილი მოისმა. კადურს გაუმარჯოს, აბა რა ხდება? რა გითხრა, ქალების ოთახში არასოდეს შევდივარ. კარგი წესი გქონია, მით უმეტეს როცა ქალები ასე გამეტებით ყვირიან. ექიმმა კარი შეაღო და ოთახში შეაბიჯა. ბუხარში მოგიზგიძე ცეცხლი ოთახს ანათებდა. ქალი ლეიბზე იწვა, თავის შიშველ ბალიშზე ედო, თმები გაშლოდა. ლეიბის მარცხნივ მუხლებზე დაჩოქილი ფუნდუკის მეპატრონე ქალი ტაშტის ზემოთ სველ ტილოს წურავდა. შეწითლებული წყალი ტაშში იღვრებოდა. მარჯვნივ ფეხმორთმულ არაბ ქალს ჩადრი ჩამოეხსნა. წინ გაშვერილ ხელებში თითქოს ძვირფასი ცხვენიაო, ოხში ვარავარდნილი ტაშტი ეკავა. ქალები მელოგინეს ქვეშ ამოდებული, ორად გაკეცილი ზეწრის თავსა და ბოლოში ისხდნენ. როდესაც კაცები მოახლოვდნენ, მეფუნდუკემ მხიარულად წამოიძახა. ამაოდ გაისარჯეთ, ექიმო, ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. კაცებმა ლეიბზე რაღაც უფორმო და გასისხლიანებული დაინახეს. ეს რაღაც თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდა და ყურისთვის ძნელად გასარჩევ გერებს გამოსცემდა. იმედია ჭიპლარი არ გადაგიჭრიათ. არა, გაიცინა მეფუნდუკემ. ეს საქმე თქვენ შემოგინახეთ. ექიმმა აბგა გახსნა. არაბ ქალს ტაშტი ჩამოართვა. ხელები გადაიბანა და ზემოდან არაყი დაისხა. არყის სურნელი წამსვე ოთახს მოედო. მწოლიარემ თავი ასწია და ქმრის დანახვაზე ლამას დაღლილ სახეზე სათნო ღიმილი გადაეფინა. მოვიდა. ერთი ამოსუნთქვით უშურშულა ქმარს და ხელი ბავშვისკენ გაიწვდინა. დიახ, მაგრამ თქვენ ახლა მშვიდად ყოფნა გმართებთ, თქვა ექიმმა.
ქალმა კითხვა ჩამდგარი მზერით ამოხედა. საწოლის ფერხთით მდგარმა ქმარმა ხელით ანიშნა ექიმს დაუჯერაო. დაწექი. ქალი ბალიშზე გადაწვა. ექიმი ზეწრის ქვეშ ჩირთ თიფობდა. მერე წელში გაიმართა და ხელებში რაღაც შეათამაშა. ოთახში სუსტი ყვირილი გაისმა. ბიჭია, კარგი ვინმეა. არაბმა ქალმა გაიცინა და ტაში შემოჰკრა. წვიმა მოუხშირა და სველი კრამიტი აარახუნა. კამი მცველს შეხედა. ქალს თავი უკან ჰქონდა გადაგდებული. ხელები საბნის ქვეშ უხეშ ქსოვილზე ედო. კაცმა ქუდი დაიხურა და ოთახიდან გავიდა. გარეთ, ვაზის ძირში, თავზე ტომარ გადაფარებული არაბი ელოდებოდა. არაბმა კაცს შეხედა. კაცს არაფერი უთქვამს. შემოიფარე, თქვა არაბმა და კამიუს ტომბრის კიდე გაუწოდა. კამიუ ტომბრის ქვეშ შეძვრა. არაბის მხარს გრძნობდა და სველი ტანსასვლიდან ადენილი ოხშივარს ისუნთქავდა. წვიმის წვეთები გამუდმებით ეხლებოდა ტომარას. ბიჭია. მადლობა ღმერთს, მაგარი ყოფილხარ. 1000-ობით კილომეტრი გამოვლილი წყალი მათ წინ ჩანჩქერად იგვრებოდა. მალე მთელ ამ მხარეს დაფარავდა. მდინარის ჭაობიან ნაპირებს და შემოჯარულ მთებსაც მიწვდებოდა. ტომარაში შეფარებული კაცები უდაბური მიწის სურნელს ისუნთქავდნენ. მათ უკან კი სახლში ისევ ისმოდა ის სუსტი წამოკივლება. მოგვიანებით, ღამით, გრძელ საცვალსა და მაისურის ამ არასაწოლზე გარტყმილი კამიუ ჭერზე ბუხრის ცეცხლის ათინათების ფერხულს აკვირდებოდა. ცოლს ეძინა, სახემისკენ მოექცია, პირი ღია დარჩენოდა. ოთახი ვაივაგლახად დაელაგებინათ. კუთხეში, თეთრეულის კალათაში პატარას მშვიდად ეძინა. ხანდახან თუ ამოასლოკინებდა. წვიმა შეწყდა. ხვალიდან მუშაობას უნდა შეუდგეს. გვერდით ცოლის უღონოდ მისვენებული, შრომით დაქანწული ხელებიც ხვალინდელ საქმეს ახსენებდა. კაცმა ხელი გასწია. ქადის მკლავს დაადო. თავქვეშ ბალიში მოირგო და თვალები დახუჭა. სამბრიეკი სასაფლაო. ცივი ცეცხლი. სასაფლაოს გრძელი, ულაზად ღობე ერტყა. იქვე ჭიშკართან თაიგულების დახლები და ქვის მთლელების სახელოსნოები ერთრიგად ჩამწკრივებულიყო. მგზავრი სახელოსნოს წინ შეჩერდა. ოთახის ერთ კუთხეში, მეტის მეტი მონდომებისგან დაძაბული, ყოფშეკრული პატარა ბიჭი სკოლის დავალებებს წერდა. ბიჭი ჯერ კიდევ დაუმუშავებელ საფლავის ქვაზე იჯდა. კაცი სასაფლაოს შესასვლელს გასცდა და დარაჯის ჯიხურისკენ გაემართა. ჯიხური ცარიელი დახვდა. ღარიბულად გაწყობილ სამუშაო ოთახში მგზავრმა სასაფლაოს გეგმას კიდა თვალი. მიუახლოვდა და ის იყო ყურადღებით დააკვირდა, რომ დარაჯის თავს წამოადგა. მაღალი კაცი იყო, გრძელი, ხორციანი, დაზარღული ცხვირი ჰქონდა და უფლის სუნი უდიოდა. სტუმარმა 1914 წლის ომში დაღუპულთა საფლავები მოიკითხა. ახლავე, თქვა დარაჯმა. ამ რიგს ფრანგების ხსოვნა ჰქვია. თქვენ ვის ეძებთ? კამიუ, ლუსიენ კამიუ. დარაჯმა სქელი დავთარი გადაშალა. ჯუჭყიანი თითით სიას ჩამოუყვა და ერთ ადგილზე გააშეშა. კამიუ, ლუსიენი. სასიკვდილოდ დაიჭრა მარნის ბრძოლაში. გარდაიცვალა სემბრიეკში 1914 წლის 11 ოქტომბერს. დარაჯმა წიგნი დახურა. გამომყევით, კაცი საფლავების პირველი რიგის წინ ჩაატარა. მოგრძალებულ საფლავებს მდიდრული, მაგრამ უგემოვნო საფლავები ენაცვლებოდა. ნათესავია? საზღვათა შორისოდ იკითხა დარაჯმა. მამა ჩემია. სამწუხაროა, თქვა დარაჯმა. არც ისე. მამა რომ დაიღუპა 1 წლის ვიყავი, ხომ გესმით? რა თქმა უნდა და მაინც ბევრი დაიღუპა. ასეცაა, ომმა ბევრი შეიწირა. მამამის რაც შეეხება მცდელობის მიუხედავად სინანულის ნატამალსაც ვერ გრძნობდა. ამდენი წლის განმავლობაში, რაც საფრანგეთში ცხოვრობს, რამდენჯერმე დააპირა ალჟირში დარჩენილი დედისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა და მამის საფლავი მოეძებნა, რომლის ნახვას ქალი ვერადა ვერ ეღირსა. ფიქრობდა, რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი მამა არასოდეს უნახავს, მისი არაფერი იცოდა, ხოლო ყოველგვარი პირობითობა და პირმოთმნეობა მთელი არსებით ზაგდა. მერე კიდევ ეს მცდელობა დედასაც არაფრად წაადგებოდა. ქალი გარდაცვლილზე არასოდეს ლაპარაკობდა. და ვერ წარმოედგინა რა დახვდებოდა ვაშ სასაფლაოზე. მოვედით, თქვა დარაჯმა. საფლავების ოთხკუთხედს ნაცრისფერი ქვების დაბალი ღობე იცავდა. ერთნაირი მანძილით დაშორებულ ერთნაირი სიდიდის ქვები წყობრად ჩამწკრივებულიყვნენ. ქვებზე ქორფა თაიგულების პატარა თაიგული იდო. 40 წელია ფრანგების ხსოვნას უვლის. შეხედე, აი აქ არის. დარაჯმა პირველი რიგის ქვისკენ გაიშვირა ხელი. ახლა კი დაგტოვებთ. ალბერი ქვის შორი ახლოს შეჩერდა და არაფრის მთქმელი მზერა შეალო საფლავს. ქვაზე მისი გვარი იყო ამოტვიფრული. ალბერმა თვალები ასწია.
ზესიდან მსუბუქი, გამჭვირვალე ნათელი იღვრებოდა. ღრუბლის პატარა მონაცრის პრო მოთეთრო ქულები სადღაც შორს მისრიალებდნენ. გარშემო სიჩუმეს უფევდა. ალბერი ღრუბლებს თვალს ვერ აშორებდა და ცდილობდა სველი ყვავილების სურნელის მიღმა შორეული, უძრავი ზღვის მარილიანი სუნი ამოეცნო. უცებ მის სმენას, ახლოს საფლავის ქვაზე, დაუდევრად მიგდებული სანთლის რახონი მისცვდა. და ალბერი ფიქრებიდან გამოერგვა. ხოდა სწორედ მაშინ ამოეკითხა ქვაზე მამის დაბადების წელი და მიხვდა, რომ ზუსტი თარიღი აქამდე არც არასოდეს ცოდნია. მერე ორთავი რიცხვი კიდევ ერთხელ წაიკითხა. 1875, 1914 და მის დაუნებურად გამოიანგარიშა. 29 წელი. უცაბედმა აზრმა სულით ხორცამდე შეძრა. თვითონ 40 წლისაა. ამ ქვის ქვეშ დამარხული კაცი კი მამამისი, მასზე ახალგაზრდაა. სიბრალულის და სინანულის სათუთი დალღა, რომელმაც მთელი მისი არსება აავსო, არ იყო სულის მოძრაობა, რომელიც შვილს, გარდაცვლილ მამას გაახსენებს, არამედ გულის შემძვრელი თანაგრძნობა, თანადგომა, რომელსაც ცხოვრება გამოვლილი კაცი უსამართლოდ მოკრული ბავშვის წინაშე გრძნობს. იყო ყოველივე ამაში რაღაც არაბუნებრივი, ბუნების წესის საწინააღმდეგო. დიახ, არავითარი წესი და რიგი, მხოლოდ სიგიჟე და ქაოსი. აბა სხვა რა უნდა უწოდე იმას, რომ შვილი მამაზე ხნიერია. ალბერმა სხვა საფლავებს გახედა და დარწმუნდა, რომ მიწაში ახალგაზრდები იწვნენ. ჭაღარა შერეული კაცების, მამები, კაცებისა, რომლებსაც გონიათ, რომ ცოცხლობენ. თვითონაც ხომაზე ფიქრობდა. დარწმუნებული იყო, რომ ცოცხლობდა, რომ თვითვე შექმნა საკუთარი თავი, სწამდა საკუთარი ძალების და შემართების, შეეძლო ვაშკაცურად დახვედროდა თავდატეხილ განსასწრებს და მუდამ საღი გონების კარნახით ემოქმედა. მაგრამ ამ უცაბედმა თავბრუსხვევამ, ქანდაკება, რომელსაც ცხოვრების ქარტეხილს გამოვლილი ადამიანი ესოდენი რუდუნებით აგებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, ქანდაკება, რომელიც თვითვე არის ერთ წამში მიწას დაამხო და ნანგრევების გროვად აქცია. ახლა ხელში კაეშანმოსილი გული შერჩა, სიცოცხლეს დახარბებული, სამყაროს მომაკვდინებელი წესის წინააღმდეგ ამბოხებული, რომელიც 40 წელი ამ კერტში უცემს და რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე შეუსვენებლივ, მოუღლელად, საკუთარ კედლებს ეხლებოდა. იმ კედლებს სიცოცხლის საიდუმლოს რომ აშორებდა და უფრო შორს წასვლას რომ უშლიდა, რათა ერთხელ მაინც შეეცნო და გაეგო ეს საიდუმლო. სანამ არსებობს, ერთი წამით მაინც ეგზნო საკუთარი ყოფიერება. სულ ერთი წამით, მაგრამ სამარადჟამოდ. ალბერის თვალწინ თელმა მისმა ცხოვრებამ ჩაიქროლა, გიჟურმა, მამაკაცურმა, ლაჩრულმა, ჯიუტმა, მუდამ მიმართულმა იმ მიზნისკენ, რომლის არასოდეს არაფერი სწოდნია. ცხოვრებამ, რომელმაც სინამდვილეში ისე განვლო, რომ ერთხელაც არ მოუკიდღავს კაცი, ვინც სიცოცხლე უბოძა, თვითონ კი მყისვე ზღვების გადაღმა უცხო მიწას მიაშურა, რათა იქ შეხვედროდა სიკვდილს. 29 წლის განა თვითონაც არ იყო ათვლად მოწყვლადი, გატანჯული, დაძაბული, შემართული, მგრძნობიარე, მეოცნებე, ცინიკოსი და გულმაგარი. დიახ, ყოველივე ეს და კიდევ სხვა, ამჟამად ცოცხალი, კაცად დამდგარი, რომელსაც არასოდეს უფიქრია როგორც ცოცხალზე, იმ კაცზე, ახლა რომ განისვენებდა. ის მისთვის მუდამ მკვდარი იყო, ვიღაც უცნობი, რომელმაც ერთხელ გაიარა ამ მიწაზე და რომლის შესახებ დედას ხშირად უთქვამს, ძალიან გავდაო და კიდევ იცოდე და გახსოვდეს მამაშენი ბრძოლის ველზე დაეცაო. ახლა კი ეჩვენებოდა, რომ საიდუმლო, რომელსაც ამდენი ხანი ასე ხარბად ეძებდა, წიგნებსა თუ ადამიანებში, სწორედ ამ გარდაცვლილ ახალგაზრდასთან, მასზე უმცროს მამასთან იყო წილნაყარი. იმასთან, რაც ის იყო, რაც გახდა და რომ თვითონ ამაო დაიხარჯა იმის ძიებაში, რაც ასე შორს იგულვა. არადა აქვე, ხელის ერთ გაწვდენაზე ყოფილა. ჟამით და სისხლით ახლობელი. სიმართლე თუ გნებავთ, მხარში ამომდგომი არასოდეს არავინ ჰყოლია. ოჯახი, სადაც ცოტას ლაპარაკობდნენ, არც კითხულობდნენ, არც წერდნენ, გასასოდავებული, მაგრამ თავზარდაცემული დედა. ხოდა, მამაზე ვინ რა სიტყოდა? დედას გარდა არავინ იცნობდა. ბოლოს კი მანას დაივიწყა ქმარი. აი ასე, ამ ქვეყნად ყველასთვის უცხომ, უხმაუროდ განვლო სავალი გზა. უცნობად იცხოვრა, უცნობად მოკვდა. შვილს უნდა მოეძებნა, შვილს უნდა გაეგო, თუ რამ იყო გასაგები. ეკითხა მაინც. მაგრამ იმას, ვისაც არაფერი აბადია და მთელი სამყაროს მოხვეჭას კი ეზრაფის, ძალა და შემართება არ ყოფნის, რომ საკუთარი თავის შექმნას და ამა სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას. თუმცა ჯერაც არ არის გვიან. შეუძლია ეძებოს და გაიგოს ვინ იყო ეს კაცი, რომელიც ახლა ყველაზე ახლობლად ეგულებოდა. შეეძლო. მზე გადაიწვერა. შუადღე ინაღლებოდა.
იქვე გვერდით კაბის შრიალი შემოესმა. შავი ჩრდილის დალანდა და წამსვე გონს მოეგო. ახლა ისევ საფლავებსა და ზეცას შორის იდგა. იქ აღარაფერი ესაქმებოდა. წასვლის ჟამმა უწია, მაგრამ ეს სახელი და თარიღები ვერ იქნა და თავიდან ვერ ამოიგდო. ამ საფლავის ლოდის ქვეშ ახლა მხოლოდ ფერფლი და მტვერია, მაგრამ მისთვის მამა მკვდრეთით აღდგა, გაცოცხლდა. ცხოვრება უხმაუროდ განვლო და ახლა შვილს ეჩვენებოდა, რომ სადაცაა, ისევ მიატოვებდა. უპატრონოდ მიაგდებდა იმ მწკვარ-ამში, უკიდეგანო სიმარტოვეში, რომელშიც ოდესღაც მოისროლეს და ერთხელ და სამუდამოდ მიატოვეს. ცარიელ ზეცას მოულოდნელმა ძლიერმა გრუილმა გადაუარა, თვითმფრინავმა ბგერის სისწრაფის ზღვარი გადალახა. ალბერტმა საფლავებს ზურგი აქცია და მამა სიმარტოვის ანაბარა დატოვა. ზა. ქარი ჩადგა, თითქოს მზის სიმხურვალემ მიწას განართხო. გემი რწევარწევით წინ მიიწევდა. ალბერი ძილგვიძილში იყო. ალჟირზე და ღარიბი გარეუბნის პატარა პინაზე ფიქრი გულს გამოუცნობი კაეშნით უსევდა. ჩვეულებრივ ასე ხდებოდა, როდესაც პარიზს ტოვებდა და გესაფრიკისკენ იღებდა. ჩუმი სიხარული, ათრთოლებული გული, კმაყოფილება ადამიანის, რომელმაც საპატიმროს თავი დააღწია და ახლა ნირწამხდარ მედილეგეებს დასცინის. გამოიქცა და ახლა თავისუფლებას ისუნთქავს. ამ ზღვის ზურგზე წამოწოლილი ტალღების მიქცევ-მოქცევას აყოლილი, მზისხივებს მიფიცხებული, როგორც იქნა დაუბრუნდა ბავშვობას, რომელიც საყმაწვილო სენისგან განსხვავებით არც არასოდეს მოუხდია. არც სინათლის და მწველი სიღარების საიდუმლო დავიწყებია, რომელიც აქამდე აცოცხლებდა და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვისას წედ ედგა. ილუმინატორის მინაზე თითქმის უძრავი ანარეკლი იგივე მზის იყო, რომლის ერთი სხივი მბნელ ოთახშიც აღწევდა, სადაც ბებიას ეძინა. მხარდეწოზე წამოწოლილი სისხლით გათანგული ადამიანები და პირუტყვები ისვენებდნენ. ის კი საწოლში ტრიალებდა, კედელსა და ბებიას შორის ვიწრო სივრცეში ჩაჭედილი. სურდა ემოძრავა, ეცოცხლა, ამიტომ ძილი სიცოცხლისა და გართობისთვის წაგლეჯილ დრო ეჩვენებოდა. ამხანაგები კი ელოდებოდნენ. რა წამს ბებია თვალს გაახელდა, ბიჭი სახლიდან გარბოდა. ჯერ კიდევ უკაცრიელ ლიონის ქუჩას დაუყვებოდა, შადრევანთან მიირბენდა, სპილენძის მძიმე სახელურს დაეჭიდებოდა და თავს წყლის ჭავლს უშვერდა. უხვად წამოსული წყალი ნესტოებსა და ყურებს უსებდა. გაღეღილი მკერდი და მუცელზე და შარვლის ქვეშ ფეხებზე ეღვრებოდა. სველ სანდლებში ფეხის გულებით წყლის ღიყინს რომ იგრძნობდა, ადგილს მოწყდებოდა. გულამოვარდნილი წინ წასულ ბიჭებს ეწეოდა და მათთან ერთად ხვაცსა და მტვერში მწვანე მდელოსკენ გარბოდა. ყველაზე ლამაზი დღეები მაინც ის იყო, როდესაც გაზაფხულზე იშვიათი ხეების ბაღისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგებოდნენ. ზღვისკენ გაჭრილ, ყვავილებით მორგულ მთავარ ხეივანში, საიდანაც აუზებისა და ყვავილების დიდებული ხედი იშლებოდა, დარაჯების ეჭვის გასაქარვებლად გულგრილი, ზრდილი დამსვენებლის იერით მისეირნებდნენ. ხეივანს გაევლიდნენ და პლაჟისკენ გაუდევდნენ. იქამდე ცაცხვების ბილიკი უნდა გაევლოთ. ამ გზით მსხვერპლს ალჟირის აღმოსავლეთის მდებარე მეზონ კარეს ბაზრობისკენ მიერეკებოდნენ. გადახრუკულ ადგილს გასცდებოდნენ და საბლეტის პლაჟზე ჩადიოდნენ. ქვიშას მოშავო ფერი დაკრავდა, სხვაც ამღრეულ ტალღებს მოაგორებდა. ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს შემწვარი კარტოფილის გამყიდველი ღუმელს ანთებდა. ხშირად ბიჭებს ერთი შეკვრის ფულიც არ ეგულებოდათ ჯიბეში. თუ კი შემთხვევით რომელიმე მათგან საკმარისი ფული გაუჩნდებოდა, ერთ შეკვრას ყიდულობდა და მძიმე გამოზომილი ნაბიჯით პლაჟისკენ გაემართებოდა. დანარჩენები მოგზალებით უკან მიყვებოდნენ. ბიჭი ნაპირზე გამორიყული გემის შტილში ჯდებოდა და ფეხებს ქვიშაში აცურებდა. ერთი ხელით კარტოფილი პირთან მიჰქონდა, მეორეთი კი ქვემოდან უმარჯვებდა, რომ სიფრიფანა, ხრაშუნა ნაჭერი მიწაზე არ დავარდნოდა. წესი ითხოვდა ყველასთვის თითო კარტოფილი ეწილადა და ამ ხანაგების ნეტარებით წუწნიდნენ ესოდე ნანატრ ცხელ ნუგბარს, რომელსაც მძაღე ზეთის სუნი ასდიოდა. ნადიმს რომ მორჩებოდნენ, სიამოვნებასაც და იმედგაცრუებასაც მალე ივიწყებდნენ და პლაჟის დასავლეთით გადაინაცვლებდნენ, სადაც მზე უფრო აცხუნებდა. ორიო წამში დედიშობილების ზღვაში ჭყუმპალაობდნენ, ღრიალებდნენ, წყალს ყლაპავდნენ, იფურთხებოდნენ და ერთმანეთის ყვინთვაში ეჯიბრებოდნენ. ზღვა წყნარდებოდა. სიმხურვალე დაკარგული მზის სხივები სველ თმებში იხლართებოდა. დიდი ნათელი აუწერელი სიხარულით ავსებდა მაწვილურ გულებს და მათ ყიჟინას ბოლო აღარ უჩანდა. ახლა ისინი იყვნენ სიცოცხლისა და ზღვის მეუფენი, ფუფუნება და ნეტარება, რომლის ბოძება სამყაროს ძალუძს მათი კუთვნილება იყო და ისინი უზომოდ კბებოდნენ, როგორც საკუთარ სიმდიდრესა და სიძლიერეში დარწმუნებული ძველი დროის დიდებულები. საათს არად დაგიდევდნენ. პლაჟიდან ზღვისკენ გარბოდნენ, მერე მზის კულზე ქვიშაზე წამოწოლილნი
მარილიანი წყლით გაწებილ სხეულს იმშრალებდნენ. ბოლოს ისევ წყალს მიაშურებდნენ და კანზე შემორჩენილ ქვიშის მარცვლებს ტალღებს ატანდნენ. ხვატისაგან დასრილი ზეცა იწმინდებოდა, მწვანე ფერს იღებდა, თვალის მომჭრელი სინათლეს ნელ-ნელა ინავლებოდა. ყურეს მხარეს კი სახლების რკალი, რომელსაც აქამდე ბუღი ფარავდა, აშკარად იკვეთებოდა. ჯერ კიდევ დღენათელში, აფრიკული მყისიერი ბინდბუდის მოლოდინში, ქალაქში ლამპიონები ენთო. სხვებზე ადრე პიერს ახსენდებოდა, რომ წასვლის დრო იყო. გვიანაა, ხოდა იწყებოდა ერთი აურზაური და სხვასთან ხმაურიანი დამშვიდობება. საღამოს სვლას უმატებდა. ბიჭები სახლისკენ მიდიოდნენ და ზღურბს ისე გადააბიჯებდნენ, ნახვამდის სათქმელად თავსაც არ აბრუნებდნენ. შინ დაბრუნებული ალბერი ბნელ, აშმორებულ კიბეზე შეყონდებოდა. სიმნელეში კედელს მიეყუდებოდა და გულის საგულეში შადგომას ელოდებოდა, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ შეეძლო და ამის შეგნება კიდევ უფრო უჩქარებდა გულისცემას. სამი გრძელი ნაბიჯით კიბის მოედანზე ადიოდა. დერეფანში საპირფარეშო შაულიდა და პინისკერებს აღებდა. სასადილო ოთახში სინათლე ენთო და თეფშებზე დანაჩანგრის კარონი ისმოდა. ალბერი ოთახში შედიოდა. მაგიდის გარშემო, ნავთის ლამპის მრგვალ სინათლეში ნახევრად ყრუ ბიძა წვნიან ხმაურით წრუბავდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედა შვილს ნას სათნო ღიმილში აგებებდა. ხომ იცი რომ ბიჭისკენ ზურგი მჯდარი შავკაბაში გამოწყობილი წელში გამართული ბებია, რომელსაც ღია ფერის თვალები და კუშტი მზერა ჰქონდა, ქალიშვილს სიტყვის დასრულებას არ აცლიდა. სად იყავი? პიერთან. არითმეტიკას მიხსნიდა. ბებია სკამიდან დგებოდა. ბიჭს უახლოვდებოდა, თმებზე დასუნავდა, მერე კი ხელს კოჭებზე ჩამოუსვამდა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ პლაჟის ქვიშა. პლაჟზე ყოფილხარ. ცრუ პენდელა. ასკვნიდა ბიძა. ბებია კარს უკან ჩამოკიდებულ ხარის ძარღვის მათრახს ჩამოხსნიდა. ბიჭს წვივებსა და დუნდულებზე სამჯერ თუ ოთხჯერ გადაუჭერდა და კანს უმოწყალოდ უჭრელებდა. მოგვიანებით გულაჩუყებული ბიძა წვნიანის თეფს უდგამდა. ბიჭი კი ცდილობდა როგორმე თვალს მომდგარი ცრემლები შეეკავებინა. დედა ბებიას გახედავდა. მერე კი სახეს, რომელიც ბიჭს ესოდენ უყვარდა, მისკენ აბრუნებდა. ჭამე, ყველაფერი დამთავრდა, მორჩა და მაშინ ბიჭი ტირილს იწყებდა. ალბერმა გაიღვიძა. მზე ილუმინატორზე აღარ ირეკლებოდა. ეტყობა ჰორიზონტისკენ გადაეწია და ახლა მის უკან ტიხარს ანათებდა. ალბერმა ჩაიცვა და გემბანზე გავიდა. ეს ღამეც და ხვალ, განთიადზე ალჟირში იქნება.